თედორე ხა? თედორე, იცი რატო? შეიშალა? მამა ჩემს. თედორე პირველად დავყიდე. ხო დავიბადე და მამა ჩემი ქვევით არის თავის სულელ ძმაკაცებთან ერთად ბიჭო და დალიეს მაგრად რა და მოვიდა ის დრო რომ უნდა გააფორმოს დოკუმენტი. დედა ჩემმა აი მეუჭირა შენი 9 თვე ბავშვი მუცლით ვატარეო გაგიჩინეო და სახელი ვერ ჩაწერეო. და როგორ იყო დაბადების სონტომობაში დედას გებით ესე წიჩკა აქ და ბუარი ჩამატებული. არ ჩათვალეს. დედო, ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედი და ხარ სერიალის პირველი ეპიზოდის სტუმარი. ამ დღეს მე შედა ვისაუბრე შენ კარიერაზე, მაგრამ განსაკუთრებით ძალიან მაინტერესებს შენი კარიერის პრაქტიკული და ბიზნეს მხარეც და შენი ხედვები მთელს ეკოსისტემაზე, ანუ რა მუშაობს, რა არ მუშაობს, რა აკლია ქართულ არტ ბაზარს. მაგრამ თავიდან გააცანე შენ თავი სპეინელს თუ მაყურებელს, ვინც არ გიცნობს. ოკეი, მადლობა პირველ რიგში. და მიხარია შენთან ისა დიალოგი. მუშაობ ბევრ მასალაში, რასაც გადავეყრები, ვცდილობ ხოლმე რომ გამოვიყენო რა. ოღონდ აქამდე მისვლა მარტივი არ არის, ჩემი გამოცდილებით, აი სულ მეშინოდა რომ ტილოს ან სასურათო სიბრტყეს გავცდენოდი რა. ეს რაც კომპლექსივით აქვს, ალბათ ყველა მხატვარს, ჩემთვის იყო ძალიან მძიმე რა. მაგრამ ობიექტზე რო გადახვიდე მაგალითად ნელ-ნელა რა. მერე ჩემთან მოხდა საინტერესო ფაქტორი ის, რომ სახლისთვის დავიწყე რაღაც ნივთების დამზადება რა. შევეხე უამრავ მასალას, შედუღება ვისწავლე, დამუშავება, მოწამლვა, მაგალითად მეტალის რაღაცები, ხეზთან მომიწია გადაკვეთა შუშასთან, ბევრ ამასთან რა. ამან პროცესში დამანახა შემოქმედებითი მხარეები ამ ყველაფრის რა და ესე ნელ-ნელა გადავედი. ოღონდ პატარა დეტალებით დავიწყე, რა იდეა, რეალიზდა, მაგალითად რაღაც პატარა ობიექტში თავიდან რა, მაკეტს უფრო გავდა. და ნელ-ნელა უკვე ეს თავდაჯერებულობა შემოდის, რომ რაიმე მასალას დაუკავშირო იდეა რა. ეხა უკვე პირველ რიგში ობიექტები მოდის ხოლმე, მე ანუ გავწონი AI-ს ვიყენებ ძალიან ისე პროდუქტიულად და ვიზუალიზაციას ვაკეთებ ხოლმე და ვხედავ რა საბოლოო შედეგს მიახლოებით გამოდგება თუ არა რა. ხალხმა შენი ბიოგრაფიაც კარგად გაიგოს. რაღაცა ძირითადი მოვლენებით, რომ აი ბავშვობიდან დაიწყო თუ გინდა, ძირითადი მოვლენები, რომელმაც შენზე გავლენა იმოქმედა, თუნდაც პიროვნული იყო თუ არა პროფესიული, აი ესეთ რაღაცები დეტალებით თუ დავიწყოთ. 7 წლიდან სწავლობდი უკვე სამხატვრო სკოლა 10 წლებში. ეს არის მაღალი ხარისხის აკადემიური სკოლა რა. 10 წელი დავამთავრე ეს სკოლა, შემდეგ შევედი სამხატვრო აკადემიაში დაზგური გრაფიკის მიმართულებით და დამემართა რაღაც ფრუსტრაცია, რომ აბსოლუტურად სხვა ცოდნის ის დამხვდა რა დისციპლინა. მე ვიყავი უფრო ძველმოდური აკადემიური სივრცის კურსდამთავრებული რა. მაგრამ მისვლა ხო უნდა ასეთ ბავშვთან ადამიანს და მეუბნებიან რომ შენ რაც იცი, რასაც აქამდე ხატავდი, არ არის მნიშვნელოვანი საერთოდ არ გვინდა რა. ცოტა დავიბენი და გული ამიცრუდა. გარეთ ვიყავი ხოლმე ძირითადად ჩანახატებს რო აკეთებდი უამრავს. თვეში შეიძლება და 700-800 გამოსულიყო ეს ჩანახატები და ამაში ვიკლავდი უფრო იმ სურვილს რა, შემოქმედებით. გამიჭირდა ძალიან ადაპტაცია აკადემიასთან თავიდან და მეორე კურსიდან უკვე გოგი წერეთელთან მოვხდი. პირდაპირ დამისვა ეგეთი კითხვა. რისი ხატვა მოგწონსო და გიყვარსო რა. სოფელში ვატარებდი ყოველ ზაფხულს და აი იმ პეიზაჟის დანახვა, ცხოველები, იქაური ადამიანები, აი ამ ყველაფრის ასახვა მიყვარს მეთქი რა. გამომთიშა სასწავლო პროცესს, აღდგომა მოდიოდა თან რა და დავა ესე მითხრა, წადი სოფელში და იქ რაც დაინახავ, იქ გააკეთე რა და ჩამოიტანეო. დაახლოებით 3 კვირა დავრჩი და ეხა იქ რეებს ვხედავ. აღდგომას როგორც ხდება ჩვენთან ეს თავიდან შეკრება, ეს კვერცხის გორაობა, მერე ღრეობაში რო გადადის. ამას ვხედავ უკვე გარედან რა. მანამდე ეს იყო ჩვენი ნაწილი, ხო, ჩვეულებრივად რიტუალი, რომლის ნაწილი შენ იყავი და დავიწყე დაკვირვება რა. ანუ რას მივხვდი, იცი რომ
იმ მოტივებშიც კი, რაც აი ძალიან კონსერვატიული ხასიათით და კლასიკური მიდგომით დაიხატება რა პირველ რიგში. მე შეიძლება ეხა უამრავი ინტერპრეტაცია მისცე, მაგრამ მანდ დავიბადე რაღაც აი მხატვარი გააჩინა რა ამ გოგი წერეთელმა ჩემში, მაგას მივხვდი მე რა. ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი არის იდეაში რა. კი, ანუ მანდ დავიწყე დაკვირვება გარედან, სხვანაირად რაკურსების ცვლილება, უკვე მე ნელ-ნელა მასალების დანახვა რა, უფრო მიესადაგება და ჩანახატით დაწყება მე სრულყოფილი ნახატამდე როგორ მივიდეს. ამის გამოცდილება იყო მანამდე, მაგრამ ცოტა სხვა რაკურსით დავინახე მოვლენები და თუნდაც პეიზაჟი რა მარტივეს. და ნელ-ნელა აი ამ ფიგურიდან, პეიზაჟიდან ნელ-ნელა რაღაც გაღვრა მოხდა იმაში რა, აბსტრაქციაში. და იქცა უკვე რაღაც საკუთარ მეტაფიზიკად რა მე ესე ვარქმევ რა. აბსტრაქცია ჩემთვის არის აი როგორც მათემატიკაში მან ხო წესები არ არსებობს რა. თავისი კოდები აქვს ყველას და ენა არის, შენი მეტყველების ენა. მაგრამ მხატვარი იგრძნობს იმას იმ მხატვარმა ის ნამდვილად გააკეთა თუ არა, ის ხაზი იცნობა რა, ნამდვილია, ლაქა, ტყუილია თუ არ არის და აი მეების დაფიქსირება დავიწყე, შეყვარება და მე რავი 12 წელი ვიმუშავე აბსტრაქციაში რა. ამას მოიცავს ის 4 წელი ბაკალავრისაც და მაგისტრატურაც, იგივე დაზგური გრაფიკა. და პირველი გამოფენა დის კონდა? 2014-ში მაგისტრატურას ვამთავრებდი. ქარვასლაში იყო, ნამუშევრები დიდი იყო, ამ აბსტრაქციის გამოფენა მოეწყო რა და ისეთი რაღაც გრანდიოზული შოუ იყო რა. მერე მაქვს გეფი ძალიან დიდი და ეგ ძალიან საინტერესოა რა, იმიტომ რომ თან პატარა ვარ, თან შენი პროფესიით რთული, ეხა ალაგ-ალაგ ილუსტრაციებს ვაკეთებდი და მაგით შეიძლებოდა ფულის შოვნა რა. მაგრამ აი რაღაც მიზერულ თანხებად. მაგალითად ერთი ყდა წიგნისთვის დამიხატავს, რა ვიცი, 15 ლარად თავიდან, მერე 30 ლარად, 40 ლარად. ესე იყო რა. ილუსტრაციაში გვერდში 6 ლარი მაქვს აღებული. უფრო იყო მატერიალური თვალსაზრისით ეს გამოტოვება. დავბრუნდი ჩემს იმ მშობლიურ 10 წლებში სამხატვრო სკოლაში მასწავლებლად. მერე პარალელურად რო დავინახე, რომ ინტერესი დიდია, გავაკეთე ჩემი სტუდია რა, სადაც ვასწავლებ. ზოგადად ძალიან პროდუქტიული ხარ, გამოდის ხო? ბევრს მუშაობ და სწრაფად ვმუშაობ, მაგრამ მაქვს ხოლმე პერიოდები რა, ესე გადაბმულად სულ არ ვხატავ. ნუ მაქსიმუმ 5 თვე შეიძლება ავიღო, მერე ვისვენებ რაღაც პერიოდი რა. ფიზიკურად კი არ ვიღლები უფრო, ეგ შემილია რა. უფრო ეს მენტალური ისა მაქვს რა, რო გადავიწვევი, უბრალოდ ხატვა აღარ მინდა და მერე უბრუნდები ვაგრძელებ რა. უბრალოდ აი ვერ ვხატე ეს პერიოდი, წარმოგიდგენია, ანუ 3 წელიწად ნახევარში, 4 წელიწადში მე მქონდა დაახლოებით, რა ვიცი, ალბათ ერთის მაქსიმუმ 50 ნახატი გაკეთებული რა. და სხვა საქმით ხო დაკავებული რთული არის რა, თქვა ეგ და არ რჩებოდა დრო რა, ამ სწავლებას იმხელა ენერგია მეაქვს და თან როცა მთელ რესურსი იმაშიდებ, მე მონარჩენი რესურსით ვერ კეთდება რა, ის მთავარი. თან დამემთხვა მენტალური პრობლემები რა, აი არ ვიცი, ძალიან მძიმე პერიოდი გავიარე და რაღაცას უნდა გადავერჩინე რა და მჭირდებოდა იდეა, მიზანი, რაღაც ისეთი მნიშვნელოვანი, რაც მართლა გადამარჩენდა ფიზიკურად რა, იმიტომ რომ ძალიან ცუდად ვიყავი რა. ნუ დავისახე ეს მიზანი, რაც მანამდე მინდოდა, რომ უეჭველი უნდა წავიდე. და ეს ამერიკაში ჩაბება ძალიან საინტერესო ისტორია გაქვს. ძალიან ერთ-ერთი უნიკალური არის საქართველოს. ხო, მართლა უნიკალურია და იყო პირველი შემთხვევა საქართველოში ეგეთი რა. და მე მაგალითად ვიტყვი, რომ მე ვიცი თქვა, ვისაც ჩააბარა და ფულის გამო ვერ წავიდა და ნუ აი ეს შენი ისტორია რო გავიგე, როგორ წახვედი, მე მგონი ბევრისთვის მოტივაციად შეიძლება იყოს და მინდა რაღაცნაირად ამაზეც მოვყვეთ რა. ნიუ-იორკის სამხატვრო აკადემიაში უნდა ჩამებარებინა და რა მჭირდებოდა. 15 ნახატი უნდა გამეკეთებინა ფიგურა, მაღალი ხარისხის, დაახლოებით 10 კომპოზიცია რა, ეს იყო პორტფოლიო და კარგი სტეიტმენტი უნდა დამეწერა, სამოტივაციო და უნდა გამეგზავნა. ამაზე ვიმუშავე ნახევარი წელი რა. გაზაფხულზე გამოცდებს ვაბარებდი იქ ნიუ-იორკში და მოხვდი საუკეთესო ხუთეულში. მივიღე იმათგან მაქსიმალური გრანტი, რაც შეიძლებოდა. სწავლა ძვირიგი და ცხოვრებას დაახლოებით ეგეთი და გავგზავნე ჩემი საბუთები საერთაშორისო განათლების ცენტრი იყო რა. პირველ წელს ვერ მივიღე მაგათგან დაფინანსება, იმიტომ რომ რაღაც იქ ბიუროკრატიული შეცდომა დაუშვი და სამაგისტრო პროგრამები შევავსე და არა სახელოვნებო და მაგის გამო გამოვეთიშე რა კონკურსს რა. მეორე წელს გავხდი მაგათ სტიპენდიარი, მაგრამ პირველი წელია მნიშვნელოვანი, ანუ საუკეთესო სტუდენტი ვარ წესით რა და მეოდებიან და არ შემილია რომ დავთმო ეს ყველაფერი. დავიწყე სირბილი, ეხა მივედი ამ ბიზნესთან, იმ ბიზნესთან, არაფერი არ გამოდის რა. მერე შევხვდი ნიკარურუას.
ნიკარურუამ გააკეთა ის, რომ ანუ ნიკარურუას რომ მოუყევი ეს ამბავი, ეგ ადამიანი ცნობილია ზოგადად, რომ ახალგაზრდებს ეხმარებოდა რა. დღეს ვარსკვლავები არიან ეს ხალხი, ვინც მაგისი დახმარებით წასულები იყვნენ რა. გააკეთა ის, რომ ჩემზე გაკეთებული იყო გადაცემა რა, მაშინდელ რუსთავიორზე. მაგაში დამეხმარა, იმიტომ რომ სხვა ძალაუფლება არ გააჩნდა რა, რაიმეშიო ჩარეულიყო. ერთადერთი რაც შემიძლია რომ ყურადღება მოგექცესო, რომ კარგი გადაცემა გაკეთდესო და პოსტსკრიპტუმში თან აგვისტო არის უკვე ბოლოში ჩამსვეს რა. იქ მიუთითეს საბანკო ანგარიში. ამ დროს ჩემს აქვს პოსტი დაწერილი. ეს პოსტი გადაზიარდა 800 ჯერ, ტელევიზიები რეკავენ, ცალკე ეს პოსტსკრიპტუმი გავიდა და ერთ დღამში ჩაირიცხა 18000 ლარი. მაგარია. ხო, აქედან 500 ჯერ იყო ლარი ჩარიცხული რა. ხო, ეგ ლარი ძალიან ჩემია. კი, ეგ არის სიმბოლო, რომ აი შენ გვერდით ვართ რა. მერე უნდა ვახსენო გალერეა ვანდამ აი უსასყიდლოდ აბსოლუტურად გამოფენა მოაწყო, ახალგაზრდები ჩართო, სხვა გალერეებთან კოლაბორაციები გააკეთეს რაღაცა და ახლობით 35 ნამუშევარი გაიყიდა. და მოგროვდა იმაზე მეტი თანხა, ვიდრე იმ წელს სჭირდებოდა რა. მეორე წელსაც მეყო ეს დასაწყისი რა. უნიკალური რატო ეს შემთხვევა, რომ ხალხს მოუნდა ჩაერიცხა თანხა განათლების მიღებისთვის რა. ამ ყველაფერმა ის ვაიბი დაატრიალა, რომ ნახატები გაიყიდა რა. და ამანაც უკვე დაასრულა ეს პროცესი. მე რო იქ ჩავედი ნიუ-იორკში ეს ის არის განათლებისთვის რომ ჩაურიცხეს თანხა და რაღაცა ის იძახდა. მაგით ვიცნობდნენ იქ, მაგ ისტორია. პირველი ნახტომი ეგ იყო. მაგ დროს ხო შეუძლებელია რომ აღელვებული არისო. ეს მღელვარება მე მქონდა, რავი, დაახლოებით 1 წელი რა. რა თქმა უნდა, გაყვებოდა ძალიან დიდი ხანი, ენერგიაც და თან კლაუსტროფობია მქონდა. პირველად ჩავჯექი თვითმფრინავში. მიყიდეს კატარის ბილეთები როგორც საუკეთესო რეისი და აი წრე გამაკეთებინეს დედამიწაზე. მეთქი აუნდოდა თუ იძახია. თურმე არის საშუალება რომ მაგალითად ევროპიდან 7-8 საათი იფრინო და 22 საათი მქონდა ფრედა თუ რა. და განადგურებული ჩავედი. ანუ რამე არ დალიან რაღაცა? არაფერი არ მიშველდა, ხა პანიკური ისა ეგ სიტუაცია, კლაუსტროფობია გაქვს. უბრალოდ რომ ვიცოდი რომ უნდა ჩავსულიყავი, გავრისკე რა. მაგ დროს შეიძლება მიზანის ხანერი ქონდა მაგითო რა. ხო. აი. რავი, ისეთი რამე გავიარე მანდ რა. და რო ჩავედი, ესე იგი დაახლოებით 35 საათი მეძინა გადამულად, იმხელა ენერგია იყო დახარჯული იმ თვითმფრინავში ცალკე და მოსამზადებელი 2 თვე რა. მანამდე კიდე მე 900 ნახატი გავაკეთე, დიდი პროექტი იყო. ფილმი გამოდიოდა გიგა აგლაძის, ხო, კოპროდიუსერი იყო დევიდ ლინჩი, ანუ დიდი პროექტი მზადდებოდა და მაგაზე ვიმუშავე რა წასვლამდე. ანუ რომ ემზადებოდი წასასვლელად ეს პროექტი გზაში იყო რა კიდე რა. ნუ ჩავედი და იქ იწყება აბსოლუტურად სხვა ამბავი. ხო, ის რა მითხარი ხარ. აქ ვინც დამთავრებულია ყველა უკმაყოფილო არის თითქმის ვისაც მილაპარაკია. გინჩაბარი გინდა რა, არაფერი არ მომცემი არის და რასთან აი რო შეადარო, თუ შეიძლება არის ეს საერთოდ არ ვიცი, მაგრამ მაინც რო არა რა თქმა უნდა შედარება შეიძლება, ეხლა იმიტომ რომ ნახე მაგალითად ანატომიას მე რითაც გავდიოდი იქ ბამესის ანატომიით, მაგით მე აქ აკადემიაშიც მისწავლია და მანამდე სამხატვრო სკოლაშიც რა. ანუ რაღაცეებში იყო აბსოლუტური გადაკვეთა და ნიუ-იორკის სამხატვრო აკადემია, აი რატო ხო, კითხვა ჩნდება. ეხლა ბევრი არის უფრო თანამედროვე მიდგომების სასწავლებლები, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ მანამდე აბსტრაქციაში ვმუშაობდი, ფიგურატიული ყოველთვის ძვირფასი იყო და მეორე ის ვიცოდი, რომ კარიერული თვალსაზრისით ეს სასწავლებელი ბევრ რამეს აკეთებს რა, სულ შეხვედრებია, სულ სტუდიო ვიზიტებია, მნიშვნელოვანი ხალხი მოდის იქ და ხო აი მაგალითად რას აკეთებდა ჩემი სასწავლებელი. ჯგუფური გამოფენა იყო, აი თუ აი თვალის წინ გამოფენას ერქვა. მეორე კურსის სტუდენტი ვარ იმათი და ჩემი ნახატები კიდია, ბასკია ეკიდა, ენდი ვორჰოლი, დენა შუცი იყო ჩემი მეწყვილე მაგალითად რა. ჩვენი ორი ნახატი ეკიდა ერთად, ანუ და ესეთი მხატვრები რა. ეს არის ძალიან დიდი мотиваცია რა. რავი, ამ სწავლის პერიოდში ახლა ერიკ ფიშლი იყო ჩემთან ამყოფი სტუდიაში, ჯეი უილიამსი იყო, ბობ ბარტლეტ არის ესეთი ვარსკვლავია ასევე. ძველი თაობა რა უფრო რა, ვისენდესი. ანუ რაღაცა ტექნიკურად დაიხოცე თუ თქვა უბრალოდ რაღაცა. ტექნიკურადაც იქ რა ვიცი, აი უამრავი საათი, კვირაში ალბათ 20 საათი მაინც ხატვა, მარტო ანატომია და ხატვა, ცალკე კომპოზიცია მიდის კიდე რა, თეზისების მომზადება. Statement-ის მომზადება, subject matter არის, ეს ყველაფერი მე იქ გავიგე პირველად რა.
დიზაინი თუ ქონდა საერთოდ ნამუშევარს, ეგეც არ ვიცოდი. თუმცა დიზაინი უმთავრესია თანამედროვე ნამუშევარში. ეს არის რაც უყრის ამ ყველაფერს თავს რა. ბევრ ამაში გავერკვია რა, თეორიული ცოდნა კიდევ რა. ჩვენთან თეორია ისწავლებოდა ძალიან კარგი მათ შორის რა, მაგრამ წვდომა იმაზე თანამედროვე სამყაროსთან რელევანტური რაც არის, აი დღეს რა ხდება, დღეს რა კეთდება, მაგის გაგებაში არ ვარ ჩვენთან რა საქართველოში რა. ნუ რა ვქნათ ახლა რა, ეს პრობლემაა ზოგადად რა. მთავარი ჩემი აზრით არის ის, რომ ცალკე ვართ ჩვენ, ცალკეა თანამედროვე სამყარო და ამის გამო ეს უკავშირი რო არ არის, შესაბამისად ვერ ვიღებთ თანამედროვე ინფორმაციას. ეგ რო ჩახვედით თქვათ რაღაცნაირად უცხო ხილივით გიყურებდნენ, თქვათ ლევანი კი იყო ერთხელ პირველი ქართველი მე ჩავიდა, მაგრამ აი როგორ გიყურებენ მაგალითად რაღაცა ქართველს აგიყვავენ თუ ან საერთოდ არ ხარ რა, არ არსებობ ესე, არ ასოცირდები არაფერთან რა. გიორგი შალიკაშვილი აი წერდა ამას წინათ მაგაზე რა, რომ მნიშვნელოვანი არ ხარ იმის გამო თუ საიდან ხარ. აი ხა ადამიანი თუნდაც უკრაინიდან როა, უფრო მნიშვნელოვანია რა. მეტ ყურადღებას იმსახურებს რა. ანუ პოლიტიკური ისიც აქვს. რა თქმა უნდა, ანუ ამდენი ხანია უძველესი ქვეყანა ვართ და აი რო შეხვიდე ისტორიის მუზეუმში ნიუ-იორკში ყანწიდებს და ფაფახი კიდია რა და სირცხვილია ეგ არის საქართველო და სომხების პავილიონს რო დახედო იმათი ამბანი აქვს უამრავი რამე აქვს რა და მე ამხელა დიასპორა აქვს და ჯერ მარტო გაგოშიანი როა იყო და ანუ ხელონ აი მაგალითად ბერძნები რა ბერძნული ტაძარი როა ის თანამედროვე მინიმალისტური ნიუ-იორკში შედევრია არქიტექტურის რა იმ ხალხმა ფული დახარჯა, რომ ის ადგილი ეყიდათ, რომ თავისი ნიმუში იქ დაედგათ. ეს შენი რეკლამაა რა. ქართველებს იქ არაფერი არ გვაქვს. წარმომადგენლობით ინსტიტუცია, თუნდაც პატარა რაიმე, რომ არსებობდეს რაღაც კულტურული ცენტრი ქართული რა. არ არსებობს ესეთი რამე რა. არც ევროპულ ქვეყნებში არ არსებობს ბევრგან. და საიდან უნდა გიცნობდნენ რა? ძირითადად გიცნობენ სამზარეულოთი. რაიმე ძლიერი ორგანოა საჭირო წარმომადგენლობითი, რომელიც ქართველებს იქ ჩაიყვანს და ამაზე პასუხისმგებლობა ეხლა კერძო პირს და რაღაც კერძო ორგანიზაციას გაუჭირდება რომ აიღოს რა, ეს სახელმწიფომ უნდა გააკეთოს რა. სახელმწიფოსთვის ეგ ხარჯები არაფერი არ იქნება რა, მაგრამ დიდი საქმე გამოვა. კაი. და აი ხა თქვათ დაუბრუნდეთ უკვე თბილისში ამერიკიდან? უკვე ის პერიოდია რომ რჩეულებში ვართ იქაც, მეც და მეორე ქართველიც დათოც ჩვენთან შემოყავთ მთავარი გალერისტები, მთავარი კოლექციონერები, ანუ ვემზადებით უკვე დამამთავრებელი წარმატებისთვის, იქ არის აი მეორე კურსის მაგისტრატურის კურსდამთავრებულს უკვე ესე უნდა დაითრიონ გალერეებმა. ამ დროს იწყება კოვიდი, კეტავენ ქალაქს, თან ძვირია ცხოვრება, თან ვერც იმუშავებ ამ პერიოდში რა. და თან კაცმა არ იცის მოკვდები თუ ცოცხალი დარჩები, ანუ ისეთი პროგნოზები იდება რა და მეთქი ოჯახთან ერთად მაინც ვიყო რა და ვბრუნდები საქართველოში. ჩამოვდივარ და აქედან დავამთავრე ონლაინ. აი ესეთი რაღაც პარადოქსალური ის იყო რა. ხო, მაგრამ საქართველოში იყო ნაყოფიერი პერიოდი, რომ ვიმუშავებ ბევრი. პარალელურად 2020 არ მინდა თარიღი შემო 22 ალბათ ვენეციაში ჩავედი და პარალელურ ექსპოზიციაში ბიენალესთან მქონდა გამოფენა, სადაც გალერეა ქარდი დამიკავშირდა და დავიწყეთ თანამშრომლობა. გავიცანი ლოლა შნაბელი, ალექს მაიოლი, ესენი მნიშვნელოვანი ხალხია რა. და ბევრი კიდე არაერთი რა. ნუ კარგად დავბრუნდი იქიდან, მე მთავრდება კოვიდი და რა ვიცი, იწყება ჩემი შემდეგი ეტაპები. და მე მგონი 2024-ში უნდა პირველი სოლო გამოფენა, ხო? ტაფის პარალელურად. კი. და ძალიან კარგი გამოფენა ქონდა. კი. ძლიერი გამოფენა, ნუ ამბობს ყველა რა ეხლა. არა, ძალიან კაი იყო ნამდვილად. მადლობა. მანდი იყო ჩემი პირველი ესეთი პრეზენტაცია, სადაც უკვე ობიექტებთან ერთად ვიფინები რა, არ არის მარტო ტილო. ნამუშევარი იქ ქსოვილზე ვიმუშავე, ready-made ინსტალაციები იყო რამდენიმე. კონცეპტუალური ინსტალაცია იყო 1-2 კიდევ და ბევრი ნახატი რა და ეს მთელი ექსპოზიცია გაიყიდა რა. ხო. ნუ იყო დიდი წარმატება და ამის მერე უკვე იწყება უფრო ჩემი საზღვარგარეთ დაბრუნება, ესე ვთქვათ, უკვე ესეთი გამოფენებით რა. უფრო ჯგუფური. სოლო მქონდა 1 აკვარელის ნამუშევრები. ხო, პეიზაჟებით. კი. და ბოლო რაც მოხდა, ეს მენცის ბიენალეზეც ვილაპარაკოთ, დიდი რაღაც გამოხმარება ქონდა და
რამდენად კმაყოფილი ხარ, ან რამდენად იმ შედეგს მიაღწევ, რაც გინდა გააკეთებინა. ჯერ ის რომ თქვა მოხდი ვენცებინაზე უკვე ძალიან კარგია, თქვა პროფესიონალ განვითარებისთვის და კარიერისთვის და CV-ისთვის ისე თქვა და გინდა შედეგი რაც გინდა რაც მიზანი ქონდა ის რამდენად გამოგივიდა. ხო, ბიენალეზე რო ვიყავი, ეს იყო კარგი შანსიც თავიდან და გამოვიყენე და მინდოდა რომ ყოფილიყავი, მაგრამ აქ მთავარი მომენტი არის რომ როცა მივაგენი იმ იდეას რომ მოდი შევთავაზებ აფხაზეთის თემას ზუსტად ნაურუს, რომელიც აფხაზეთის წინააღმდეგ წავიდა და გამიმართლა რომ კურატორები იყვნენ ევროპელები, მაგათმა დაიჯერეს ამ მანიფესტის იდეის რა. და შევედით იქ, მაგრამ ჩანაფიქრი იყო ის რომ გარდა იმისა რომ ბიენალეზე ვარ ვაჩვენო ის ქართული თემატიკა, რაც გაყინული პროცესია ახლა ეს კონფლიქტი რა. უნდა ვთქვა, რომ ის პოლიტიკა, რასაც ჩვენი სახელმწიფო ეწევა დღეს რა, ყინავს რაღაცა პროცესებს რა და პირიქით უკუსლა გვაქვს ჩვენ პოლიტიკური თუ სოციალური თვალსაზრისით. აი ძალიან მკვეთრი უკუსლა გვაქვს. იქ მიუხედავად შეთანხმებისა, ბრძოლა დამჭირდა, რომ კულტურის სამინისტრო მერე ამ ქვეყნისა მოიწერა, რომ გამაფრთხილებელი წერილი იყო, რომ პოლიტიკურად დამნაშავედ ნუ გამოიყვანთო ნაურუსу რა და მეთქი კარგად იყავით უკვე კონტრაქტი ხელი მაქვს მოწერილი. არ უნდათ მერე რა, ანუ როგორც ჩანს იქ რაღაცა ის იყო დავა და რუსეთის ხსენება არ უნდათ საერთოდ, მსხვერპლის ხსენება არ უნდათ, რომ პოლიტიკურ ხასიათს მიიღებს და მეთქი ეს ნამუშევარი თვითონ არის პოლიტიკური და 3 დღე დამჭირდა რა იქ კამათი რაღაცეები და ეხა უკვე всё. მიხარია და ამაყი ვარ რომ ვაჩვენე ის თემა, რომელიც ამათგან უფრო გაიყინა კიდევ. საქართველოს პავილიონში რატო ვერ მოხდით თუ არ გაგიგზავნია? საქართველოს პავილიონში მე სანამ ამათი კულტურის სამინისტრო იქნება, არასდროს არ გავგზავნი და არც გამიგზავნია პროექტი რა. ეს ჩემი დამოკიდებულებაა. და არ მიხარია რომ არ ვასოცირდები არც ერთ ინსტიტუციასთან რა. საერთოდ არც ერთთან არ ვეკარები, არ მინდა რა. ეხა თეატრულუკიანმა ხალხის მოხსნა რო დაიწყო სამსახურებიდან, კარგი და დამსახურებული ხალხის მე ნახატი დავწვი რა, იქ ლიკა მამაცაშვილი რომ მოხსნეს და ისა შენ ნახატს წვავ, მე მიდიხარი იქ იმად გალერეაში და მუზეუმში იფინები, ორმაგი თამაშია და მე არ ვაკეთებ ეგეთ რაღაცებს რა. ეს ერთი. მეორე ხა რის თქმა მინდა რა. ეს აფხაზეთის თემა ჩვენ რო გაჩერებულები ვართ, იქით ამ ხარე, ანუ რუსეთზე მაქვს მე საუბარი რა, იქ კარგი აფხაზები მსხვერპლი არიან რა ძირითადად. ისინი იყენებენ საპირისპიროდ და ჩვენ რო აქ ეს 15 წელი ჩუმად ვართ და დავკარგეთ, ეს 15 წელი იმათ 15 წელს ემატება და ისინი ბევრად წინ არიან იმ გაღვივებულ სიძულვილში რა და როცა დრო დადგება ამის რომ ადაპტირება მოხდეს იქაურობასთან და დაბრუნება იქ იმ გაღვივებულ სიძულვილში შენ ვერაფერს ვერ უზავ რა და სამუშაოა ამაზე რა. ხო და ნუ ვისი პასუხისგებლობაა ეხა ეს. მაგრამ როგორც ეხა ერთი ადამიანისგან და მხატვრისგან მე რაც შემიძლია სულ პროტესტში ვარ პოლიტიკურ და სოციალურ თემატიკას არ ვშორდები მიუხედავად იმისა რომ მინდა რა. მეც მინდა ესე რაღაცა სტერილურ სტუდიაში, რაღაცა სტერილურ თემატიკაზე, რაღაც ფილოსოფიებში ჩავიძი რომ მეტი არაფერი არ ვაკეთო, მაგრამ რაღაცებზე რო ღელა მე ეს რეფლექსია ხდება რა და ირეკლება შენში. ხო. გამიკვირდა ის რომ საქართველოს უკვე ბევრმა იცის, ბევრი შემხვდა მაგალითად რაღაც ინსტიტუციები, ბიბლიოთეკები მსოფლიოდან, მუზეუმები, გალერეები, მაგათმა იცოდნენ რა საქართველოზე კარგად და უბრალოდ ეხა ამ ნიჟარას რო შეხედავ, ეს არის 7 ლურჯმწვანე პალიტრა რა, იქ რაღაც 60-ეული პეიზაჟებია რაღაცა და ამბავს სანამ არ გაიგებ შიგნით რა ხდება, ჩვეულებრივი პეიზაჟია რა და თან იქიდან აუდიო ინსტალირებული ხმა ისმის, რომელიც ზღვის ხმას ერევა იქ ომის ხმები რა. რეალურად იდეა არის, რომ ნიჟარას უნდა მოусმინო, რომელიც მოგიყვება იქ რა მოხდა, აფხაზეთში რა მოხდა რა. არანაირი დიდი წიაღსვლა აქ არ არის, თანამედროვე ხელოვნების თვალსაზრისით, ეს თავიდანვე ვიცოდი, რომ მინდოდა პროტესტის ერთ-ერთი რახან ეს პროტესტი იყო და მანიფესტი იყო, მინდოდა რომ კაფიო ყოფილიყო გამოსახველობითი ფორმაც რა. ეს იყო რა, ამის თქმა მინდოდა და ამისთვის მარტივი იდეა მიწოდებული, რომელიც თავის საქმეს აკეთებს რა. და ვინც გებულობდნენ მე ამ კონცეფციას, ეხა იქ აღწერაც რომ იკითხება რა. უკვე ანუ
ძალიან დრამატულია რა მათთვის რა. კაი, მოდი ახლა ცირაზე მილაპარაკოთ რაღაცა კარიერის მართვაზე. ეხლა ვიცი რომ თქვა შენ მარტო არ ხარ და შენ კარიერას მეუღლე ძალიან გეხმარება, მაგრამ ქართველ მხატვარს ან თუ უცხოელს შეადარებ, ანუ ყველაფერი ერთად უწევს, ხო? სოციალურ მედია მენეჯერიც იყოს და გაყიდვებზეც იზრუნოს, გალერეებთან კომუნიკაციაზე და შენი აზრი როგორ არის ამას დაკავშირებით? რამდენად მნიშვნელოვანია გუნდის ყოლა? უნიშნელოვანესია რა, ეს დროსაც გიზოგავს და რესურს რა. აი ხა მხატვრისთვის ეს ბიუროკრატიული პროცესები არის, აი ჯოჯოხეთია რა. ოღონდაც არ გამაკარო ეგრე ვარ ხოლმე რა. უბრალოდ კი არის არასასურველი და არასასიამოვნო პროცესი, მაგრამ მეტ დროს თუ დაუთმობ და გამოყოფ, აბსოლუტურად შესაძლებელია რომ მარტომაც გააკეთოს ხატვარმა. იქაც არ არის, კი, აბსოლუტურად. საზღვარგარეთაც არ არის ეხა ეგრე რომ ახალგაზრდა მხატვარს ეგრევე აგენტი ყავდეს, ან დამხმარე ყავდეს, ვინც რაღაცებს გაუკეთებს რა. რა თქმა უნდა, გუფუნება, მე მგონი რაღაც კი, იქაც რა, ჩვეულებრივად და ძვირი ღირს ეგ მომსახურება რა და ჩვენთან ეხა იბადება საბედნიერო და ერთ იბადება, რამდენად ესმით მხატვარს ეგეც არ ვიცი რა, ჭირდებათ რა. რეალურად დახმარება რო ჭირდება და ყველაფერს ცოდნები რო არიან და არ ვიცით, ეხა არც მე არ ვიცოდი, საიდან უნდა იცოდეს ამ ხალხმა, ანუ ამას არ გასწავლიან და არ გიყვება არავინ არაფერზე და ეხა მე და შენ რო ვსაუბრობ თუნდაც რომ ეს არსებობს, მენეჯმენტი არის უნიშნელოვანესი. კარგია ერთი კარგად დახატული ნახატი, მაგრამ ნახევარი მე აბსოლუტურად ბიუროკრატიული პროცესია რა, სადაც შენ გჭირდება პროცესის მართვა. იქ მთელი სია უნდა გქონდეს მიმდინარე მოვლენების სოფლიოში რა ხდება, აგზავნო ყველგან, გაფილტრვა უნდა შეგეძლოს ამ პროექტის წერა უნდა შეგეძლოს მინიმუმ. პროექტის წერა რა თქმა უნდა. ეს არის ურთულესი, ინგლისურის კარგად ცოდნა, სტეითმენტის მომზადება, მე ამ სტეითმენტს ყოველ წელს განახლება ჭირდება რა. მიდგომები გეცვლება შენ თვითონ და მე იქ პროფესიონალი შეატყობს რომ რასაც აკეთებ ის ტექსტი ძველი დაწერილია ან არ ეხმიანება, ესეც ამ თანხმედრაში უნდა იყოს. ყოველ ახალ სერიას ახალი სტეითმენტი უნდა. მე მგონი ერთ-ერთი ძალიან კარგი მაგალითი ამ კარიერის მენეჯმენტის, ლევან სმოგულოვში რო შეუძლია იქ გააკეთოს, ყოველთვის რაც ჩანს რა, რაღაცა თვითონ სოციალურ მედიაში როგორ აქტიურიც არის და რაღაც თვით მარკეტინგით რაღაც ბრენდ იმას. კი, ლევანს აქ ეგუნარი და ერთ-ერთი გამორჩეულებად ეგ არის რა, ვინც მახსენდება ეს ძალიან კაფიო. ცოტა ჩემთვის, ანუ არ მიწყენს ალბათ რა. თუმაჩიც არის. ბალანსი არის საჭირო რა. ეხლა ლევანი როგორც აკეთებს, მე ეგრე არ გავაკეთებ რა, მაგრამ ამ ადამიანს ნიჭი აქვს რომ მართოს თავისი ეს ბიუროკრატიული მხარე კარიერის და ძალიან ნიჭიერად რა. კარგად. გამოზის ფაქტია. კაი, ახლა მივაპარაკოთ ეკოსისტემის ერთ-ერთ მთავარი მოთამაშეს არის გალერეები. ჯერ მაინტერესებს რომელ გალერეებთან ქონია ურთიერთობა და როგორი ურთიერთობა ქონია. აი თქვენ სანამ წახვიდოდი ქონდა სანამ წავიდოდი ვანდასთან უბრალოდ მეგონი მანამდეც ერთჯერადი რაღაც წასვლამდეც ქონდა ვანდასთან გაკეთებული და ვანდა არის ერთ-ერთი რომელმაც ახალგაზრდებს დააწყებინა რა. ერთ-ერთი იყო მაგრამ მე ყოველფერი იყავ თქო ან ეხლა რო უყურებ თქო აი რაზე დათანხმდი, რაზე უნდა დათანხმებულიყავ, რაზე უნდა პირიქით მოგეთხოვა თქო რაღაცა საკომისიო გაყოფაზე ან ყველაფერი კარგად იყო რა ჩვენი კონტაქტი. ეს იყო ერთადერთი ადამიანი მაშინ ვინც რამდენიმე ახალგაზრდას მაგალითად ნამუშევრებს გვიყიდდა, გვეხმარებოდა. თან რაღაც სახელს გვიშენებდა ეხა იმ ეტაპზე რა. რამდენიმე ახალგაზრდას ანუ გვიპატრონა ამ ადამიანს. ხო, შენიანზე თქო გალერეის ფუნქცია რა არის ამ შემთხვევაში? თქო ან როგორი შეთანხმება ქონდა თქო გაძლევდა თანხას რაღაცა იყიდა. ეს მსგავსი არაფერი ეს იყო ჩვენ ხატავდით დამოუკიდებლად ნამუშევრებს იქ არ სტუდიოს არ გაძლევდა უბრალოდ ხატავდით და იქ სხვა ის არის სხვა თანამშრომლობა. აქ იყო უბრალოდ ჩვენი ნამუშევარი გამოიფინებოდა ან საცავში იქნებოდა და აჩვენებდა თავის გაყიდვაში გეხმარებოდა ხო? კი, გაყიდვა იქნებოდა და აქედან გალერეა აიღებდა თავის წილს, მხატვარს დარჩებოდა თავისი რა. დედიკას აქვს მაგალითად აძლევს აძლევს ახალგაზრდებს სივრცეს, სამუშაოდ რაც ჭირდებათ, აი იმ პირობებს შესაბამის საკონსულტაციას იღებს. კი, რა თქმა უნდა, ეხლა მე არ ვიცი მანდ რა წილობრივი იმაზეა რა, მაგრამ ვიცი რომ დიდი ხანია ახალგაზრდები მუშაობენ და მაგარია რა. ერთ-ერთი კი. რიაქებურია ნუ რია ფონდია მაინც და ფონდია, მაგრამ რიაც მაგრამ ფონდებს ვისაუბროთ, თქო, იწევს ადამიანებს და გარემოს უქმნის და მე იქ ან აუქციონს მართავს, ან გაყიდვიდან მხატვარი საზრდოობს. ხო, მაგრამ რეზიდენციის პროგრამა ერთ-ერთი თუ ერთადერთი არის, არ ვიცი, საქართველოში რაც რია აკეთებს, ხო? ძალიან მაგარია. ძალიან, ხო. კიდევ
არ ვიცი, იცი რა, გალერეებთან არ მაქვს რა ჩვენთან საქართველოში კონტაქტი რა. უცხოეთთან ქონდა? აი, კარდისთან მქონდა. ეგეც უფრო საინტერესო არის, თქვა, აი, უცხოეთში რას მიელოდო რა, თქვა, ან განსხვავება რა არის მაგათ შორის. გარკვეული დაფინანსება მქონდა, ყოველწლიური, ხელფასებით რაღაცა, ხო? ნუ საქართველოსთვის ნორმალური თანხაა, მაგრამ ევროპისთვის ეს იმათვის სიმბოლურია, მაგრამ мотиваციას გიზრდიან თანამშრომლობისთვის და მე იყიდება რა მათგან ნამუშევრები, იგივე წილობრივი პრინციპით. რაღაცა მოთხოვნა თუ დახატე მინიმუმ 10 ნამუშევარი. კი, 2 წლის განმავლობაში, ანუ კონტაქტი გქონდა და მაგით ვირჩენდი რა ერთ-ერთი. და მაშინ ეხლა რატო არ გაქვთ ურთიერთობა მაგათთან? კომოფლორიტი ხარ? მე რაც დავხატე და რა გამოფენებიც მოიწყო, ძირითადად გაყიდულია ყველაფერი რა და ანუ მე და ჩემი მეუღლე ვახერხებ დამოუკიდებლად ამ ყველაფრის რეალიზაციას. თუ ცალკე შეგიძლია გაყიდვა და მე იმ ფულის დაბანდება მაგალითად საზღვარგარეთ კარგ გალერეაში ან კარგ არტ-ფეირზე ან ბიენალეზე თუნდაც შენ თვითონ თუ ყიდი აღარ გჭირდება რომ რომელიმე გალერეასთან კონტრაქტი გედოს რომ ან საცავიდან გახიდოს გადავხატო რეალურად. ნახევარი მიდის მინიმუმ. ან უფრო მომგებიანია შეთვისაც და მე თვითონ ყიდი და ყველაფერი მრჩება და ეხა რატომ უნდა ხო კაი და მაშინ რო ყიდი თქვა რამდენად ყიდია ძალიან მნიშვნელოვანი თქვა ფასს წარმოქმნას კიდე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ბევრი ვერ ხვდება ან შეცდომას უშვებს თქვა რა ფასი დაადოს, როგორ დაადოს, როდის დაადოს და შენი ნამუშევრები უკვე საკმაოდ ძვირად იყიდება და აი ეს მითხარი თქვა როგორ მოხდა ან რაზე დამოკიდებულია შენი ნამუშევრების გაზრდა თქვა ამერიკამდე რამდენიმე გადაკვეთა რომ მქონდა გალერეასთან ან ვინც გაყიდდა ნამუშევარს აგენტთან ესე ვთქვათ ამერიკამდე მაქსიმუმ ჩემი ნახატი შეიძლება და ყოფილიყო $2500 დიდი ზომის რა ამერიკიდან დაბრუნების მერე უკვე იწყება საშუალო ზომა 4-5000-დან რა იმიტომ რომ იქ უკვე სახელი გამომუშავდა განათლება გამოფენები განათლება ეს უდიდესი რესურსია ეხა იქ $230,000 ჩაიდო განათლებაში და ცხოვრებაში 2 წლის განმავლობაში და ეს თანხა ხო ინვესტიციაა რა ცოდნა ცალკეა და ცალკე ნახევარი ამ თანხის სახელშიც წავიდა ხო იქ მარტო სწავლა არ არის იქ კონტაქტებია შენი სახელის გაჟღერება სხვადასხვა ადგილას სხვადასხვა დროს ყოველ წელს 10%-ით ძვირდება ესე რომ ვთქვათ რა გააჩნია ეხა შენ იმ წელს რა დონეზე აქტიური იყავი კარიერული თვალსაზრისით. სად მოეწყო გამოფენები, არტ-ფეირზე იყავი, ბიენალეზე იყავი, ჯგუფური გამოფენები ცალკეა, სოლოები ცალკეა და ყოველ წელს რამდენი მოახერხე, ამის მიხედვით ძვირდება რა. ეხლა დაახლოებით პატარა ზომის ნამუშევრები იწყება, ნუ ალბათ 1500-დან 2000, 3000 ესე. ევროში თუ დოლარში? უფრო ევრო რა ალბათ. ხო და ნუ ადის, რავი, 30-35 გააჩნია რა. კაი, აი ხო და ეგეთ ფასები რო არის, მეგონი ძალიან მნიშვნელოვანია გავიგოთ ვინ ყიდულობს რა. მე მგონია რომ ძალიან ცოტა კოლექციონერი არსებობს. ბევრს უყვარს ნამუშევრების ყიდვა, ან სურვილი აქვს რომ იყიდოს, თუმცა ვერ ყიდულობს და აი რამდენი კოლექციონერი არსებობს საქართველოში და ეს კულტურა რამდენად განვითარებული გონია შენ? ან რა არის თქვა პრობლემა? ყავს რამდენიმე მსხვილი კოლექციონერი საქართველოში, ალბათ 5-დან 10-მდე, ხო რა, რომლებიც აგროვებენ ამ ნამუშევრებს, მაგრამ ეს ხალხი ძალიან დიდ საქმეს აკეთებს, იმიტომ რომ დიდი мотиваციას აძლევენ ქართულ მხატვრებს. ქმნიან აქ გარკვეულ ტემპერატურას რაც შეუძლიათ რა. ფონდებსაც გულისხმობ მაგაში თუ ფიზიკური პირას? ფონდებიც არის, ხო, ფიზიკური პირიც არის, ამ 5-დან 10-ში მე ვიძახი. ჯამში. სახლში რო უკიდია, ზოგს ინსტიტუცია აქვს, ან ეხლა აშენებს, ან უკვე მუზეუმი აქვს გაკეთებული და ეს დღეს ბევრად უკეთესი სიტუაციაა, ვიდრე იყო 10 წლის წინ. მაშინ საერთოდ 2 იყო ან 3 რა. მართლა? 5 მაქსიმუმ, ეხლა 10-ია. 15 ხდება და ესე რა ახალ-ახალი იქნება. უცხოურ კოლექციონერთან ქონდეს კავშირები, გაგიყიდია. აი რა განსხვავება თქვა, აი შეადორებ ქართული კოლექციონერი და უცხოური კოლექციონერი. დიდი განსხვავება ჩემთვის არ არის რა. ეხლა უცხოელს ნაკლებად აინტერესებს პოლიტიკურ-სოციალური თემატიკა, მე ჩემი გამოცდილებიდან რა. აქ ჩვენთან უფრო მე ბედნიერი ვარ, რომ ის ქართული პროტესტით სავსე და ტკივილით და რაღაც ბრაზით სავსე რაც კი გამიკეთებია სერიები, ყველაფერი გაიყიდა, იმიტომ რომ ამ ხალხს უნდა რომ და რაღაც კონდეთ ნამუშევარი, სადაც ეს დოკუმენტალისტიკა იქნება დაფიქსირებული წლები რო გავა რა, რაღაც ფაქტებია იქ ნაჩვენები, პრობლემები, რაც გვაქვს თანამედროვე საქართველოს. უფრო ალბათ თემატური განსხვავება რა, ეხა მე დიდად. უცხოურ კოლექციონერებზე თქვა, როგორ გადიხარ ესე თქვა. საიდან იცნობ? ფეარიდან, ჯგუფური გამოფენიდან, ეხა პარიზში მქონდა შარშან, იქ
კურატორი ეპატიჟება ცალკე, გალერეა ეპატიჟება ცალკე, საერთოდ რო წარმოდგენა არ მქონდა და არ ვიცნობდი ამ ხალხს, ისეთ ხალხს შევხვდი რა. ჯგუფურ გამოფენებს დიდი მნიშვნელობა აქვს ახლა. შენ სოლოს რო აკეთებ, ის გალერეა კი მოგიყვანს თავისას და კურატორი მოგიყვანს თავის ნაცნობს, კოლექციონერს, ჟურნალისტს, მაგრამ მაგალითად 12 მხატვარი ვიყავით პარიზში ბოლო გამოფენაზე. 12-ვეს კიდე თავისი აუდიენცია მოყვება რა. იქაც მიმოცვლა ხდება ამ კლიენტურის თუ დამთვალიერებლის, ესეც საინტერესოა რა. სხვათა შორის ეს ჯგუფური გამოფენების კულტურა პირველ ადგილზე დგას ნიუ-იორკში რა. ძალიან მნიშვნელოვანია. ყველა emerging artists რასაც ქვია, იწყებს ჯგუფურით. იმიტომ რომ იციან, რომ მაგალითად დასაწყისისთვის იცვლება ეს ყურადღება ერთმანეთში და კოლექციონერიც იცვლება, დამთვალიერებელი იცვლება და მნიშვნელოვანია. აი და არტფიარი ახსენე და მეც გეთანხმდა რომ ძალიან მნიშვნელოვანია არტფიარის მონაწილეობა და ზოგადად არსებობა და ერთადერთი არტფიარი გაგვაჩნია საქართველოში. და მაგის მნიშვნელობაზე მინდა რომ ვისაუბროთ რა, რამდენად შენთვის თვლი რომ უნდა არსებობდეს და თქვა ან რა შეცვლით, რაც ეხლა არ კეთდება ისეთი. თბილისის არტფიარზე ვსაუბრობ. მე ძალიან მიყვარს ჩვენი არტფიარი და წელს მინდა ვთქვა რომ იყო განსაკუთრებით კარგი რა. ნელ-ნელა უფრო და უფრო იხვეწება და უკეთესი ხდება. მეტი უცხოური გალერეა ჩემოდის. ყოფილან აქ უნიშნელოვანესი სტუმრები წინა სეზონზეც და წელსაც იყვნენ. ანუ ისეთი ხალხი, ვინც მნიშვნელოვანია საქართველოსთან არა მარტო საზღვარგარეთიდან, არტის სფეროში რა. ხო. ანუ აი რას გაძლევს? აგრეთვე შეიძლება მოხდეს ისე, რომ აი ბევრი ხალხი იყო, მაგრამ არ გაიყიდა. ანუ აი ზავარ გაიყიდა, თქო, ისი ბრალი გონეს, არტფიარის, თქო, არ მოიყვანა ბაიერები თუ კოლექციონერები თუ შეიძლება მხატვრის, ფასების, ანუ შენი აზრით ისი ბრალი შეიძლება. წინა წლებში იყიდებოდა რა კარგად. რა მე ვფიქრობ, რომ უკეთესი ეს ფინანსური მდგომარეობა იყო და ანუ არ ვიცი რა, მე პირველ რიგში უკავშირებ ამ პოლიტიკურ სოციალურ სიტუაციას, რაც საქართველოშია რა. ანუ დაძაბულია ხალხი, მე ვფიქრობ, გაძვირდა ცხოვრება ძალიან და არ ვიცი რა, მაინც ვფიქრობ, რომ ფრთხილად არის რა ყველა რა და ეს მძიმე სიტუაცია, თუნდაც სტუმრის რაოდენობაზე რა. მე ბევრად მეტი ხალხი უნდა იყოს იქ, მაგრამ ისეთი რაღაცები ხდება, რომ შეიძლება ნაკლები მოვიდეს რა. ესეთი თქვა, როცა არტფიარზე არ იყიდება, თქვა მერე ხდება, თქვა გაყიდვებიც, ხო? რა თქმა უნდა, მერეც ხდება. ანუ ბევრისთვის ეგ არის მით რა, რომ მაინდა-მაინც არტფიარზე რო არ იყიდება, ანიშნავს, რომ სარგებელი არ მიგიღია არტფიარისგან, ესე ვთქვათ რა. პირველ რიგში მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ აქტიურობ, რაღაც კონტაქტებს ფიქსირდები. ხო. შენი სახელი კიდევ ერთხელ ჟღერდება და თან мотиваცია ეს რა, მით უმეტეს ახალგაზრდებისთვის. ეს არტფიარი ახალგაზრდებს როგორ ყვებავს წარმოიდგინე, ჩემ დროს არაფერი არ იყო, მე რო სწავლობდი და სტუდენტი ვიყავი რა. საერთოდ არაფერი არ იყო. ესეთი მსხვილი, დახვეწილი ღონისძიება არ ტარდებოდა. და ახლა შენ თქვი რომ ჩვენ არტ ბაზარი გაგვაჩნია თუ არტ სცენა გაგვაჩნია საქართველოში? ავი ორივე გაგვაჩნია. ნელ-ნელა იხვეწება რა. იმ პირობებში, სადაც სახელმწიფო არაფერს არ აკეთებს ხელშეწყობისთვის, ეს კერძო ინსტიტუციები, კერძო სექტორი, რასაც აკეთებს, ესეც გმირობაა საქართველოში რა. წელიწადში რამდენჯერმე კულტურის სამინისტროს რო შეეძლოს, ის კი არა, რა ქვია, ღვინოდალია გამოფენაზე და ისა ქართული ანსამბლი აცეკვა, ეს არ არის რა გამოფენა რა, სოლიდური სახე რო კონდეს რა. კარგი მხატვრების შერჩევა, კარგი გალერეის ან კარგი მუზეუმის ან კარგი ინსტიტუციის მოძებნა საზღვარგარეთ და წაყვანა კარგი მხატვრების აქედან. წელიწადში რამდენჯერმე ევროპაში, რამდენჯერმე ამერიკაში ეს იმხელა სახელს გაუთქვამ საქართველოს გაიბნება კავშირები რა. ძალიან მარტივად შეიძლება ფილიალის გაკეთება იქაური სასწავლებლის აქ ევროპაში, კავკასიაში. უამრავი ქვეყნის შვილი გამოგზავნიდა რა სასწავლებლად, იმიტომ რომ ამერიკა მაგალითად შორია. ამის ჩამოტანა შეიძლება. სახელმწიფოა, სამინისტროა, ეგ იმხელა ძალა აქვს, რომ აი ვერც ერთი მუზეუმი უარს ვერ ეტყვის რა თანამშრომლობა. მე ძალიან მარტივ მაგალითს მოგიყვან რა შეუძლებ სახელმწიფოს და არამარტო სახელმწიფოს, ან მინიმუმ კრიტიკოსები არ გაგვაჩნია საქართველოში. რაც ჩემთვის ანუ ძალიან დიდი პრობლემაა და რა ვიცი, ერთი კრიტიკოსი რო ჩამოიყვანო, ან რაღაცა დაიწეროს, ან ეს კულტურა რო შექმნა, მე ძალიან გამიხარდებოდა და მგონია ძალიან დიდი გავლენა ექნება თვითონ არტისტებზეც და მათ შემოქმედებაზე და ფასზე და ყველაფერზე. მე მგონი ძალიან გვაკლია, არ მეთანხმე მაგაში. გვაკლია, მე გეუბნები, ფაქტობრივად არაფერი არ არის. აი, კულტურის სამინისტროს ადრე კარგი პროექტები იყო რა. იყო ნამდვილად კარგი პროექტები და დასაფასებელი და აი მაგარი ხალხი მუშაობდა ამ პროექტებზე რა. ხაბულიანს უმუშავია, ლალი პერტენავას უმუშავია, ანუ კარგი ხალხი მუშაობდა. დააკვირდი რა ბოლო წლები კულტურის სამინისტროს. ეს არის კატასტროფა. ანუ დეკორაციებს აკეთებს ეს ხალხი რა. აი ცეკვა თამაში აქვთ.
და ეს გონიათ რა კულტურა და არ არის ეს მაღალი ხარისხის წარდგენა შენი ქვეყნის და არც კულტურაა რა, არ არის ცოცხალი. ხო. და კერძო სექტორის მხრებზე გადადის და კერძო სექტორს მეტი არ შეუძლია რა, ამ ხალხმა მეტი რა გააკეთოს. კოლექციონერია, მოდის, ყიდულობს, მოტივაციას გაძლევს, არტფერს კერძო სექტორი აკეთებს. შენ თვლი, ბაზრის განვითარებაზე ერთ-ერთი დიდი გავლენა ექნება სახელმწიფოს, ხო? სახელმწიფო შეუძლია შექმნას მოძრაობა, ტენდენცია, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი რო არ გააჩნია ქვეყანას, აი რო ერთად შეკრიბო 30 თანამედროვე მხატვარი, აი ჩამოიყვანო თამარა კვესიტაძე, მარტო საზღვარგარეთ იქ კი არ იყოს, აი იდგას ერთი მაგალითად თამარა უტაბეკაია იდგას, ანდრო ვეკუა იდგეს, ანდრო დადიანი იდგეს, დანარჩენები სულ ყველა რო გაერთიანო. ორი სამი ნამუშევარი თითოეული მხატვრის. რო უცხოელი რო ჩამოვიდა აქ ტურისტი, თანამედროვე საქართველოში რა იხატება, რა კეთდება, რო ნახონ მივიდნენ იმ მუზეუმში, არ არსებობს რა. არის სახვითი ხელოვნების მუზეუმი, რომელიც გვიყვება ძირითადად მე-20 საუკუნის დასაწყისიდან ბოლომდე შემოქმედებას. ძალიან კარგია ის კოლექცია, მაგრამ ის არ არის თანამედროვე ხელოვნების რა. მე საუბარი მაქვს უფრო დღეს რა კეთდება. სტუმარი რო ჩამომდის ხოლმე გალერეებში გზავნი. რომელ გალერეაში წავიდე, ვეუბნები იქ წადი, იმიტომ რომ არ არის მუზეუმი თანამედროვე ხელოვნების. თუ გინდა ნახვა ქართველი დიდი მხატვრების წადი იქ, ეროვნულ მუზეუმში ვეუბნები, თუ გინდა მე-20 საუკუნის ნახვა წადი სახვითი ხელოვნების მუზეუმში და ეს არის რა, თანამედროვე არა გვაქვს. ეს ხო შეუძლია სახელმწიფოს რო გააკეთოს. ეს რო იქნება, მე მიმოცვლა მოხდება უკვე თანამედროვე ხელოვნების მუზეუმებს შორის. მანიფესტო როა მაგალითად დიდი ღონისძიება ორგანიზაცია, ეგენი სულ ქვეყნებს იცვლიან რა. მაგათი ჩამოყვანა შეიძლება მაგალითად. ეგენი დედაქალაქებში არ დადიან, მაგრამ დადიან განაპირა ქალაქებში. მაგათი мотиваციაა, რომ ამოწიონ ნაკლებად კულტურულად განვითარებული ქალაქები უფრო ცენტრებად აქციონ ხელოვნების. აი მანიფესტო ეს არის. მაგათი კონცეფცია. ამ ხალხის ჩაყვანა შეიძლება წყალტუბოში, მაგალითად ქუთაისში, ბათუმში და იმ სამოთხეების ჩვენება და შექმნის ეს პატარ-პატარა კერებს რა. ეხლა რაღაც მობილიზებულია ყველაფერი თბილისში, ისიც კერძო სექტორის ხარჯზე. ისა ეხლა დავამატებდი, რომ ჩემზე ძალიან დამოკიდებული რამდენიმე გალერეაზე თბილისში, რაღაც კონცენტრირებული არის რაღაცნაირად და რამდენიმე კოლექციონერზე. გარდა იმისა, რომ სახელმწიფოს პრობლემა არის ჩართულობის. მე მაგასაც დავამატებდი, რომ თქვა აი რამდენიმე გალერეაზე დგას, თუ რა ვიცი როგორ გავაკეთო რა და ეს გალერეები ძალიან ჩაკეტილები არიან რაღაც ხრივ და ბევრ მხატვარს არ აქვს საშუალება რომ ითანამშრომლოს. კი, თავისებური დამოკიდებულება აქვს. ყველას ხო. ანუ ნიშა აქვს იმ გალერეას თავისი და ყავს თავისი მხატვარი რა, მე მესმის ახლა რა. ანუ ეგეც გაგებადია ჩვეულებრივად, მაგრამ პრობლემა არის ჩემი აზრით მაინც. ან მაშინ მე ბევრი უნდა იყანო, იქიდან გამნერი რომ ბევრი ვერ იქნება ამ ეტაპზე. აი მაგას გეუბნები, სანამ სახელმწიფო აქ არ დაატრიალებს მაგ ატმოსფეროს და მოძრაობას, რა მოთხოვნაც არის იქამდე და ის მიწოდება ზუსტად რა. ერთმანეთს პასუხობს ეს ყველაფერი. ბევრი რო იყოს ეს გალერეა, ბევრი ადამიანი ხო უნდა იყოს რომ მივიდეს, ბევრი მყიდველი ხო უნდა იყოს რომ ბევრი არტისტი იყოს ეგ შეგვიძლია ვთქვა. ბევრი და ნიჭიერი. კარგი მხატვრები იყოს. აი მე ამ ყველაფერს უნდა წაღება და თავის ადგილას მიტანა და ეს ეხლა კერძოდ მხატვარი ამას როგორ შეძლებს, ურთულესია რა. კაი, და მოკლედ დასასრულს მინდა რაღაცა ჩემი რჩევა თუ რაღაცა მისცე თქვა დამწყებან, ეხლა არტისტებს თქვა რას ურჩევდი, აი შენი გამოცდილებიდან გამომდინარე. ყველაზე მნიშვნელოვანი თქვა რა არის თქვა ადამიანი რომელიც იწყებს ან ამთავრებს სამხატვრო აკადემიას და ან ვინც ეხლა თქვა აპირებს საერთაშორისო ბაზარზე გასვლას. პირველ რიგში ვფიქრობ, რომ საქართველოში გვაქვს დისციპლინის პრობლემა. საბედნიეროდ მე ეგ არასდროს არ მქონდა რა. დისციპლინა ახსენ, მაინც რას გულისხმობ რა? აი რას გულისხმობ? ის რომ საქმე, აი ნახე მეცნიერებაში მაგალითად კონკრეტული ცოდნა არსებობს, რაც რო გეცოდინება, უკვე მეცნიერი იქნები და მხატვარი როდის იქნები, არავინ არ იცის რა. ძალიან დიდი დრო შეიძლება დაგჭირდეს, ან თუ გაგიმართლა ძალიან ცოტა. რას მოვარტყავ მაგის მიხედვით და ამიტომ რისკი იმხელაა, რომ შენ მხატვრად ვერ შედგე, რომ გიწევს ძალიან დიდი შრომა. გაუგებარი დისციპლინა აქვს ამიტომ რა. მეცნიერებას აქვს თავისი გაგებადი დისციპლინა. იმ დროს დახარჯავ, იმ შედეგს მიიღებ. მხატვრობაში ამას ვერავინ ვერ გეტყვის რა. და მე ბავშვობიდან რა ვიცი, ალბათ 1000ობით საათია დახარჯული ამაში. ჩანახატს არ აკეთებენ რა, ეს თანამედროვე ახალგაზრდები რა.
არ კეთდება ჩანახატი რა, ყველა ლექტორი იმაზე წუხს, გინდა თავისუფალში, გინდა სამხატვროში და გინდა ილიაუნიში რა, ეზარებათ რა. ჩანახატი როგორც აი სპორტსმენს სირბილი, ვარჯიში, ახურებს, ეგრე კეთდება აქაც რა. დისციპლინაში გულისხმობ ძალიან ბევრ მუშაობას, რომ გავაცნობიეროთ, რომ დიდი შრომაა იქ ჩასადები, სხვანაირად შედეგი არ მოვა. შენ სანამ სტილზე დაიწყებ ფიქრს, რაღაც ახლის შექმნაზე, შენი ინდივიდუალიზმის ჩვენება და იქამდე ძალიან დიდი გზა არის და ცოდნაა მოსაკრები რა. ჩვენ ყველა ჩვენ სტილზე და იმაზე ვწვალობთ ინდივიდუალიზმზე დღესდღეობით. აი ვინც ვიძახით, რომ რაღაცით შეგვიძლია თავის პრეზენტაცია. აქამდე დიდი გზა არის გასავლელი, ხატვის გზა არის გასავლელი. ბევრი ფიქრის, ბევრი ექსპერიმენტის გზა არის გასავლელი. ამას ვეტყოდი, რომ დისციპლინაა გამოსამუშავებელი და საკუთარი დამოკიდებულების შეცვლა, რომ ეს ურთულესი საქმეა და დიდი დრო არის ზედ დასახარჯი. ამერიკაში მოვისმინე, რომ ხატვის კარიერა პასუხებს იძლევა 20 წლის მერე რა და რაღაცა ანუ მეწყინა ეს რომ მოვისმინე იქ ერთ-ერთი პროფესორი იძახდა რა თურმე ესეა რა 20 კი არა 30 წელი ჭირდება მოთმინება გინდა ესე ძალიან დიდი მოთმინება უნდა და ეს ეტაპ შენდება რა ჯერ მაგარი უნდა იყო მერე კარგი მენეჯმენტი უნდა აკეთო ეს მეორე საკითხია დისციპლინის მიღმა რაც უნდა ვახსენო რომ კარგად უნდა გაერკვე როგორ ხდება დღეს აბსოლუტურად შესაძლებელია მოიკრიბო მთელი ცოდნა, რა ვიცი, ერთ კვირაში მოიკრება იმ ცოდნას ეს როგორ ხდება. გაიარო ბევრი ამ მენეჯმენტის კურსები არსებობს მაგალითად, რომელიც ძვირი არ ღირს საზღვარგარეთ რა. არის $400, $300 და გადიხარ ამას გასწავლიან რა, ონლაინ, მაგრამ გასწავლიან. ამას როგორ ხდება ამ მენეჯმენტის აშენება. დისციპლინა, ბევრი მუშაობა, მენეჯმენტი და მერე უკვე მოძრაობა რა. ყველგან უნდა იყო, ყველგან უნდა გამოფინო, კონტაქტები, ნუ ეს ვადებს კონტაქტებს რა. და მე ანუ კითხვა რო იბადება, იქ როგორ მოხდი, ანუ იმას რატო აქ შეინახატი, იმან ნახავ სადღაც სხვაგან რო ვიყავი, იქ ნახა. მე იმასთან რო გნახავს, სხვა გნახავს და ესე წაიღებს რა და ნელ-ნელა შენდება რა, აგურ-აგურ, ეს არის ბევრი წელი და დიდი მოთმინება უნდა რა, დიდი მოთმინება. მერე კიდე როგორ გააგრძელებ ამას, მერე უპასუხებ თუ არა ამ გამოწვევებს, რომ შენ იქ გამოიფინო, მიხვიდე, კარგ გაყიდვადობამდე. მერე ამან შეიძლება კარგი მხატვარი გაგაჩეროს და რაღაც სისულელე აკეთო, რომელიც მარტივად იყიდება რა და უკან ანუ სტაგნაციაში ჩავარდი ან დეგრადირება განიცადო საერთოდ. ხო. ან დიდი გამოწვევებია და გრძელი გზაა რა და მზად უნდა იყო ამისთვის. ძალიან დიდი მადლობა. შენ მადლობა. მე მგონი ყველა ისიანო შენი ინტერვიუთი ხა ამ პოდკასტში. მადლობა. ლის გაგაჩერება პოლიტიკაზე რომ არ შემინდა ბოლომდე შემდა შევიყვანე, მაგრამ არ მინდა ძალიან პოლიტიკური ყოფილიყო, თორე საკმარისად თქვი. კი, მე მგონი საკმარისად გაცადე. პოლიტიკური. მაგრამ რომ მიგიშვა, ანუ აი ბოლომდე ჩავაჭერ. აი ბოლომდე დამიჭერენ აქედან. ხო.